მართლაც საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობთ. რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა ევროპარლამენტის სოციალისტური და სოციალ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსის ხელმძღვანელები, რომლებიც დღეს აქ არიან ჩამოსულები და ეხმარებიან მათ უმსგავსო კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ევროპის სახელით. კატეგორიულად მოვითხოვ. პირველ რიგში ამ ბატონებმა ხელი აიღონ თავიანთი იდეების გაყიდვაზე, იბრძოლონ შრომელთა ფართო უფლებების დასაცავად, იმიგრაციული კრიზისისა და ტერორიზმის ტალღის დასაძლევად ევროპაში, ნუერევიან ჩვენს შინაურ საქმეებში და წაბზანდნენ იქ, საიდანაც მოვიდნენ. თქვენ გაგიგიათ ასეთი რამე? ევროპაში ამდენი პრობლემა, დუღს და გადმოდუღს. ევროპიდან გადის ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთი. იქ ევროს რეცესია. აქეთ შემოსევა ტოლვილების და ემიგრანტების. იქით აფეთქებები და ტერორიზმის ტალღა და ამ დროს აი ამ ევროპარლამენტის ფრაქციის ხელმძღვანელებმა გაყიდეს თავიანთი იდეოლოგიური პრინციპები, რომლის თანახმადაც ის არ უნდა შეეკრას მსხვილ კაპიტალს, ოლიგარქს და უნდა იცავდეს საშუალო ფენის მშრომელების, უმუშევრების ინტერესებს, გაყიდა, რა თქმა უნდა, რამდენიმე მილიონის ფასად ჩამობძანდა და დღეს გავიხედეთ კლდანში დაყვებიან ვიღაც უმსგავსო კანდიდატს ქართული ოცნებიდან წარდგენილს. ნუ ასეთი რამე ნებისმიერ ქვეყანაში რომ მოხდარიყო, ალბათ იქნებოდა დიდი საპროტესტო ტალღა. საპროტესტო ტალღამდე მე ვთხოვ აი ამ ბატონებს ნუერევიან ქვეყნის საშინაო საარჩევნო საქმეებში და პირიქით დააკვირდნენ იმ პროცესებს, რაც უკავშირდება ივანიშვილის მიერ არჩევნების ტოტალური გაღალბებისათვის მზადებას, ყოველად უვარგის საარჩევნო კანონმდებლობას, რომლის თანახმადაც ვერ გაიგებს სადაა თეთრი და სადაა შავი და ვირამდე ხმას იღებს და ვირ რას ითვლის, დააკვირდნენ იმ ძალადობას, ზეწოლას, რეპრესიებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი ოპოზიციის წინააღმდეგ, ნუ შეირცხვენენ თავს, ნუ შეარცხვენენ ევროპას და ნუ მოშრიან თავს სოციალისტურ, სოციალ-დემოკრატიულ მიმდინარეობას მთელს მსოფლიოში. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და მე მეგონა თუ ამას მოვესწრებოდი ევროპელი სოციალისტების მაგალითს. აგერ არის ჩამობძანებული ეს ბატონი, აგერ ვიღაცა კნუტ ფლეკენშტეინი, აგერ ჰამბურგიდან, აი ამ ევროპარლამენტის პროგრესული სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ეთყობა დაუსვეს საბანკო ანგარიშებზე ის თანხები, რასაც ბიძინა ივანიშვილი უსვავს მის მიერ მოსყიდულ პოლიტიკოსებს, მინისტრებს, დეპუტატებს, ექსპერტებს, წელებს, სპორტსმენებს, პოეტებს, რა ვიცი, ნუ სულ მაგას ხო გონია, ყველაფერს ყიდო ფულით შეიძლება, დაუსვეს ანგარიში და ჩამოეხეთქა აქ. ეხლა ჩვენ იძულებული გავხდებით, ეს არ გვინდოდა გაიკვეთებინა, ევროპარლამენტის 700-ვე წევრს გაუგზავნით საპროტესტო წერილს და ვამხელთ აი ამ ფრაქციის ღალატს და მის სამარცხვინო ქცევას მთელი ევროპის მასშტაბით. რას გავს ეს ნაცვლად, რომ გვეხმარებოდნენ სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში, მხარს უჭერენ კრიმინალს, ოლიგარქს, გადამგდებს, აფერისტსა და თაღლითს. გამოდის რომ თვითონაც ეგეთებია? გადმოშალოთ კითხავთ, საერთაშორისო გამჭრელობა საქართველოს დღეს როგორც პრეზენტაცია მოახდინეს, კონკრეტული კითხვები არის, 16 კითხვა, რომელიც პარტიებს გაუგზავნა და რაღაცა ამ კითხვებზე პასუხი გთხოვათ, მათ შორის თქვენს. თუმცა თქვენ უარი განაცხადეთ, როგორც საერთაშორისო გამჭრელობა საქართველოში აცხადებენ. რა იყო ამ თქვენი უარის მიზეზი, რომ აი ამ კონკრეტულ რეგულაციაში თქვენი კითხვებით რომ პასუხი ნამდვილად პრაქტიკულია ეს ნაბიჯი, რომ 7-მა ოპოზიციურმა პარტიამ წარმოადგინა თავისი პროგრამა და თქვენ არ გექნება ეს პროგრამა ამ საიტზე წარმოქმნილი, როგორ ვფიქრობთ თქვენთვის? ეს სოროსის ფონდით ფინანსდება, ხო? ეს გამჭირვალეობა. სოროსთან ხო იცით ჩვენ რა დამოკიდებულება გვაქვს? სოროსის და ივანიშვილის სინდიზია ფერადი რევოლუციის მოწყობა 2003 წელს, რამაც საქართველოში მოიყვანა მანიაკალური რეჟიმი და რომელმაც საქართველო დაასრულა. და ამ ფონდმა ჯობია თავი დაანებოს გამოძიებებს, საგამოძიებო კითხვებს, ეს არავითარი პროგრამა არ არის, იქ რაღაცები აინტერესებდათ და მონახონ თავის ჭკუისები. ურჩევნიათ. ჩვენ არაფერი შემოწმება არ გვინდა,
ჩვენ პირდაპირ ვაფიქსირებთ ხმამაღლა ჩვენს ქრისტიანული ცივილიზაციისადმი კუთვნილებას, დასავლეთთან მოკავშირეობის სურვილს, ამერიკასთან ურთიერთ თავდაცვის ხელშეკრულების გაფორმებას და მას საყოველთაო და ხმამაღლა ვამბობთ. და ეხლა ამათი კითხვები მე ვიცი რა ასე ემსახურება და ასე აკეთებდნენ 2003 წლის წინაც. აი ესეთი ანკეტები მოქონდათ, ერთხელ ბოკერია მოაგზავნეს მაგ ანკეტით აქ. მოუწერე ხელი და ძალიან მივხარე. საარჩევნო გარემოს როგორ შეაფასებთ და რამდენად არის იმის საფუძველი, რომ არჩევნები გაყავდეს? რას ვთქვით ამაზე? საფუძველი ზის სოლოლაკში, შუშის სასახლეში, საფუძველი და თავი და სათავე და თუ არჩევნები გაყალბდება იმ სასახლისაგან, შუშის პატარა ნამტვრევი სადარჩება ისე დღეშია ხალხი. მე ამას გეუბნები მთელი პასუხისმგებლობით, რადგან მოვიარე რამდენიმე დღის წინ მთელი საქართველო კახეთიდან ბახმაროდან შუამთამდე, შუამთიდან ზღვისპირეთამდე. ხალხი არის ძალიან გაბრაზებული და დამწარებული და ხალხი არის რევანშზე. ბატონ შალა, რა გეგმები აქვს ლეიბორისტულ პარტიას საარჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სოციალური და ჯანდაცვის კუთხის მიმართულებით, რომ ვიტყოდ და პროგრამა არის თუ არა შემუშავებული და კი. მე მინდა მოგახსენოთ, რომ სოციალური და საპენსიო და ჯანდაცვის პროგრამები შემუშავებულია, ანუ მონაკვეთები და ამათი წარდგენა უკვე დაიწყება აი ახლა სექტემბრის თვეში. ჩვენ აგვისტო მთლიანად მოვანდომეთ სიარულს, სოფელ, რაიონ, ქალაქ, თქვენ ამის მოწმეები იყავით და ჩემი ეს ფერით სახეზე ამისი მოწმე არ მიმიღე ნამდვილად ჰავაის კუნძულებზე ზოგიერთი ლიდერივით. შესაბამისად ჩვენ ეს სამი პროგრამა მზად გვაქვს და კლიპებიც გადის სატელევიზიო ამის თაობაზე მაგალითად სკოლის პროგრამები რომ გუშვათ სიახლე რა იქნება? სიახლე იქნება ის რომ პენსიებს ემატება მე-13 პენსია პენსიონერის დაბადების დღეზე. პენსია ვერ გაიზრდება. გამორიცხულია, ამის თანხები არ არის ამ ეტაპზე. და დაემატება ხანდაზმულობის დანამატი 80-დან 100 ლარი. ამის საშუალება აქვს ბიუჯეტს და მას გავაკეთებთ დაუყოვნებლივ. ეს არის ნოვაცია. ეხლა ის რომ საპენსიო ასაკი დაიცევს დაბლეს, ნოვაცია არ არის, ყველა ამბობს ამას და ასე იყო ადრე, სულ ბუნებრივად დავწევთ. ამის გარდა მე ვთვლი, რომ საინტერესო ნოვაცია გახლავთ 40,000 სტატუს შეჩერებული სტუდენტის დაბრუნება პარლამენტის შეკრებისთანავე უმაღლეს ასეულებში და ბიუჯეტიდან გადაიხდება ეს ფული, რის გამოც ისინი გაუშვეს იქიდან. და საომავლოდ გადავალთ ჩვენ სახელმწიფო უმაღლესებში, კერძოებში ვერა რა თქმა უნდა. უკვე უფასო სახელმწიფო განათლებაზე სტიპენდიებით. Ну, რა თქმა უნდა, ახლა ოროსნები სტიპენდიას ვერ მიიღებენ, რომელი მიზეზების გამო. ჩემ დროსაც ეგრე იყო, ოროსანი მეც იყო, ვერ იღებდა სტიპენდიას. შესაბამისად, ესაც საინტერესო ინოვაცია ამ ასპექტში და საერთოდ ჩვენ ინოვაციურობთ ყველაფერში.